ხო ორი საქმე იყო მესრამე თუ არ მეშლება უკვე არ ვიცი რამდენი საქმე აქვს დაღზრული და ასე შემდეგ ერთი ეხებოდა ხო ამ ვატო შაქარაშვილი თუ შაქარაშვილი ვინც არის არა აქვს მაგას არსებობს მე ერთზე ჯარიმა გამოუტანეს და მეორეზე პატიმრობა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს რომლებმაც მას ნარკოტიკი ჩაუდეს ხო მრავალმხრივ პრობლემური ხა არ ვიცი რაზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ გადაცემა რითიც დაიწყეთ, მინდა მეც მაგით დავიწყო რა. გიორგის აზრით ეს იყო მომენტით სანამ დააკავებდნენ, რომ ამ თემებით თან ეს ისეთი თემებია, რაც ბუნებრივად იმსახურებს და დაიმსახურებდა საზოგადოებრივ ყურადღებას, აკლდება ბუნებრივად ყურადღება, გვინდა არ გვინდა, აკლდება ყურადღება იმ საზარელ ფაქტს, რაც მოხდა. რომ ფსიქიკურად დადასტურებულად გაუწონასწორებელ ადამიანს ჰქონდა სახში თურმე იარაღები და ასევე არ გამოგჩეს მათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი. ამ ადამიანის დედამ მე რამდენადაც გავეცანი მედია საშუალებებში ისაუბრა რომ მეო პოლიციას თვითონ დავეკონტაქტეო ამ იარაღის წაღება ვთხოვეო იყვნენ მოსულიო წაიღესო და შემდეგ ეს იარაღი დაუბრუნესო იმ მიზეზით რომ სხვის ქონება ჩვენ ესე ვერ წავიღებთო სასამართლო გადაწყვეტილება ჭირდება თუ რაღაც არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს დაუბრუნეს ანუ ადამიანი და რამდენიმე დღის წინ ნახეთ ასევე გორში დედაშვილი რო გაიტანა ადამიანმა რომელსაც 200 ჯარიმა ჰქონდა იმ დღეების განმავლობაში დაწერილი თუ ასე შემდეგ 250 ხო უფრო ადრე ნახეთ ახლა გუშინ ამბობდი კიდე ერთ-ერთ ვიდეოში რომ ადამიანი რომელმაც ყელში დანა ჩაარტყა პოლიციას და ეს ადამიანი წინა დღეს იყო აქციაზე ნამყოფი რუსთაველზე აქციის მონაწილეებს აგინა და წინა დღეს არ დაიჭირეს გაარიდეს ხა აქციის მონაწილეებს თუ აგინებდა ეთყობა ჩვენიანიაო და ანუ ესეთ რაღაცეებს არ ექცევა ყურადღება და საბოლოოდ აი ამას, აი ესეთი მოძალადეების მიმართ ტოლერანტულ განწყობებს მივყავართ აქამდე და ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი მე მათ შორის რუსთავი 2-ის და სხვა პროპაგანდისტული მედიების ადგილზეც რა. აი კიდე რო წახალისება მიდის, ძალადობა რო დაინახეს რა მოყვა მათ სიუჟეტებს. ხო? იქ მიუგზავნეს თუ თვითონ გაბრაზდა ვიღაცა, ეგ მეათე ხარისხოვანია, ორივე ერთნაირი პრობლემაა აბსოლუტურად, ხო? რო დაინახეს რა მოყვა, ამის მერე კიდე აგრძელებენ მაგას და ამ რეალობაში რასაც ჩვენ ვართ, ერთ-ერთ ქალბატონს დაჭრილი, რომელიც არის ბრმატყვია, მოხდა ტაქსში იჯდა. არავის შვილი და არავის ოჯახის წევრი ამ რეალობაში არ არის დაზღვეული და რა გონიათ თვითონ ბრონირებული მანქანებით გადაადგილებიან ქუჩებში თუ რა გონიათ. და ეხლა გადმოვიდეთ ხა გიორგის ამბავზეც, ხო? ეს არის როგორი ამბავია, იცი, აი რაღაცა ტრაგიკომიკული ჟანრია. მე დარწმუნებული ვარ, გიორგისთან ხშირად მისაუბრია ამაზე, რომ აი ეს რაღაცა ჯანდაბა, რაც ტრიალებს ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ბოლო 2 წელია თორემ მანამდეც იყო, ეს რო დასრულდება, ალბათ ბევრი თეატრალური დადგმა გაკეთდება იმავე ჟანრში, ტრაგიკომიკულ ჟანრში, რა ხდებოდა იმ პერიოდის საქართველოში, როგორც საბჭოთა კავშირის დროინდელ ისტორიებს ვისმენთ ხოლმე, ხო, ჩვენ, რომ ერთ შეხედვით სასაცილო როა იქ ვიღაცების სტალინის გვერდზე ფოტოების ამოჭრა და ასე შემდეგ, რის გამო უშვებდნენ ადამიანებს ციხეში პარტიაზე, სუფრაზე რაღაცა თქვაო და ნასტომა ჩაუშაო და ასე შემდეგ, აი ეგ ჟანრია დაახლოებით რა. რასაც ჩვენ ახლა უყურებთ ყველანი პირდაპირ ეთერში და ის პოლიციელები რომლებიც იქ მოვიდნენ წეგან სტატუსი მეწერა ისინი ჩავდღეში არიან მიუხედავად იმისა რომ ისინი არანაირ სიბრალურს არ იმსახურებენ იმიტომ რომ ეს გზა მათ თავად აირჩიეს ხო ხელები უკანკალებდათ და ცივი ოფლი ასხავდათ ხა არ ვიცი კამერებში გამოჩნდა თუ არა იქ რო ვიყავი იმიტომ რომ იციან იმათაც ისინი იყვნენ თავდახრილები პოლიციელები გამოვიდნენ იქიდან თავდახრილები და გიორგი გამოვიდა თავაწეული. იმიტომ რომ ყველა მიცის ამ ქვეყანაში შეიძლება ვიღაცებს პროპაგანდა twins ურეცხავს და იმათ არიციან და ამას ვერ ხვდებიან, მაგრამ პოლიციის შიგნით ყველა მიცის, მათ შორის გიორგის რო ნარკოტიკი ჩაუდეს, ეს რომელიმე პოლიციელმა არიცის? სისტემის შიგნით კარგად იციან. მეცაც გეტყვით, ეხლა მე რა თქმა უნდა არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, მაგრამ მე მილაპარაკია რამდენიმე მათგანთან და იციან რომ გიორგის ნარკოტიკი ჩაუდეს და ამაზე არაფერი პასუხი არ აქვს, ხო? და მე ვიღაცები რო წერენ კიდე აი ამით დავასრულებ რა, რომ აი სტროლებს რო აწერინებენ და მე ვიღაცები რო აყვებიან ხოლმე რომ აი რა აბა ეგეთ სიტყვებს უნდა ამბობდეს ადამიანი და რაღაცა. არავის არ უხარია კაცო უცენზურო სიტყვების ლაპარაკი, მაგრამ ერთი წამით აი ყველამ წარმოვიდგინოთ თავი ხო ადამიანს ცხოველისგან ერთ-ერთი რაც გამოგვარჩევს არის ეს ხო რომ შეგვიძლია სხვის ადგილას თავის წარმოდგენა. გიორგის რაც გაუკეთეს ნარკოტიკი ხო ჩაუდეს თვე ამდენი თვის განმავლობაში თითქმის 1 წელი ციხეში ხო ყავდათ ამ პერიოდში გარდაიცვალა დედა რომელსაც მარტო თვითონ უვლიდა და აი ამ ყველაფრის მე რო ჩამოვიდა აეროპორტიდან დახვდნენ ცემეს ამოღებულია ის კადრების მე-100 გადაცემაში ვამბობ უკვე და არიჭერენ ამოღებული კადრები არის მოძალადეების ამ ყველაფრის მერე აი ხა ვინ ყველამ თავის თავზე წარმოიდგინოს რა
გინება იქნება საკმარისი, კიდე კარგი მოთმინების უნარი აქვს ამ ადამიანს. ჩვენ ყველას, მაგრამ გიორგის ალბათ განსაკუთრებით. კიდე კარგი მოთმინების უნარი აქვს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლება. აქამდე ადამიანი რო არ გაგიჟდა და პოლიცია რო არაფერს აკეთებს მისი მოძალადეების დასაჭირად, თვითონ რო არ გაუშვდა სურვილი რომ იმათ გასწორებოდა, რაც სავარაუდოდ უნდათ კიდევაც ამათ და რა ქონდათ დაგეგმილი კიდე კაც მარიცის, როცა მოძალადეების სურათები აჩვენეს პოლიციაში გიორგის თავისი. თვითონ არ დაიჭერეს და სურათები აჩვენეს, აი ამათ გცემესო. ხო? კიდე კარგ ჭკუაზეა ეს ადამიანი. და მე ვინმეს ენა მოუბრუნდეს და თქვას რომ ვიმე Facebook-ზე ისე ცუდი სიტყვები როგორ დაწერა. ამათ აი ხალხო ერთი წამი ამათ არც ერთ ღმერთის არ აწამს. ხო ღმერთის მორწმუნეებად იმასიზავენ იქადნიან თავს. არავის ღმერთის არ აწამს. ადამიანს რომელიცაც ღმერთის წამს ასეთ რაღაცებს რა გააკეთებინებს. ადამიანს რომელსაც ყველაფერს რო თავი დავანებოთ კაცო სინდისი ნამუსი ღმერთის მოშიში ვინც არის და ეშინია რომ იმის რიდი აქვს რომ აიქ რო წავალ იქ მომეკითხება. ესეთ რამეებს რა გააკეთებინებს ეგეთ ადამიანს. ესენი არიან ყველაზე დიდი ურწმუნოები, ყველაზე დიდი არაქართველები და ყველაზე დიდი უსინდისოები. აი ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ ეხლა და ყველას ისე გაგვიმარჯოს ღმერთმა, რამდენადაც ეხლა მე სიმართლეს ვამბობ და რამდენადაც ისინი სიმართლეს ამბობენ, ვინც სხვა აზრზეა.